მე გახლავართ ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდის წევრი და არიან ბიჭები გუნდში, რომლებიც გუნდის დაფუძნების დღიდან გალობენ და იღებენ მონაწილეობას ღვთისმსახურებაში და ხშირად იხსენებენ დროს, როდესაც პატრიარქმა დიდ ორმოსთან მიიყვანა საზოგადოება, მოხდა მაშინ კურთხევა, რაც დაწყებულიყო ტაძრის მშენებლობის პროცესი. პატრიარქის მოწოდებით ხალხმა ქვებს სახელები დააწერა და სამების მომავალი ტაძრის საძირკველში სიმბოლურად თავისაგურად დადო. თუმცა თითო აგურით ტაძარი არ შენდებოდა. შემოწირულობა მწირი იყო და შველა რომ არ გამოჩენილიყო, დღესაც 30 წლის შემდეგ საძირკველის ეტაპზე დარჩებოდა. უზარმაზარი საძირკველი იყო, უზარმაზარი ორ მოამოთხრილი და ყველამ იქ დავწერეთ ქვებზე ჩვენი სახელები. და ყველანი ველოდებოდით, რომ 2000 წლისთვის ეს ტაძარი უნდა აშენებულიყო, მაგრამ ძალიან დიდი გაჭირვება იყო მაშინ, ხალხი ვიღაცები რაღაცებს სწირავდნენ, მაგრამ ტაძრის მშენებლობა შეჩერდა. და მერე უცბად გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც თავის თავზე აიღო და მთლიანად დაასრულა ამ კომპლექსის მშენებლობა. მხოლოდ პატრიარქს სჯეროდა, რომ უმოკლეს დროში მოხერხდებოდა და იმ ადგილას აშენდებოდა უდიდესი ტაძარი, რომელიც იქნებოდა ჩვენი ერის, ჩვენი ქვეყნის გვირგვინი და მართლაც ასე მოხდა. გამოჩნდა ადამიანი, ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც უდიდესი როლი შეასრულა სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობის პროცესში. დაახლოებით 900 ერთეული ეკლესია გვაქვს აღდგენილი და მათ შორის აშენებულიც გვაქვს რიგი ეკლესიებისა. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ყველასათვის კარგად ნაცნობი სამების საკათედრო დიდი ტაძარი, რომელიც აიგო თბილისში და რომელიც წარმოადგენს მთავარ ყველაზე დიდ ტაძარს ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ამჟამად. გასწია უდიდესი ღვაწლი, თუმცა მადლიერების მისაღებად სახალხოდ არ გამოჩენილა. მადლობა თავად გადაუხადაერსაც და ბერსაც. დიდი მადლობა და ჩვენ სიკეთის შესაძლებლობას ისევ ღმერთი გვაძლევს და ისევ ღმერთს უბრუნებთ და რა თქმა უნდა ყველაფერს ღმერთი ხედავს და ღმერთის წინაშეა სიკეთეები გაკეთებული, მაგრამ ადამიანების რა თქმა უნდა ბრმები არ ნავეყოთ უნდა ხედავდეთ გასაკეთებას. თქვენ იზრუნებთ უსამართლობაზე და ჩვენ ვიზრუნებთ დასუმთავებაზე. ამ ქვეყნის დასუმთავებაზე ნაგვებისგან. და მთავარი ნაგავი არის აქ. გაგვატარეთ და მიგვიშვით. ქალების ხმა გავაგონეთ დღეს ბიძინა ივანიშვილის მოვუტანეთ სიმბოლურად ჩემოდნები იმის ნიშნად რომ ჩაბარგდეს და წავიდეს. ასეთი მოკლეა ხალხის მეხსიერება. რა თქმა უნდა არა, ეს არც ხალხის ხმაა და არც პოლიტიკური სიბეცის გამოვლინება. ნაცმოძრაობის პერფორმანსია. სცენარი და დაფინანსება კი ომის პარტიის გამოგზავნილია. Having seen that backsliding, having seen a government that's acting. ნახეთ დემოკრატიული უკუსლა. ნახეთ რომ მთავრობა ხალხის ნების წინააღმდეგ მოქმედებს და ამიტომ დავასანქცირეთ ქართული ოცნების პარტიის ლიდერი ივანიშვილი, ისევე როგორც მთავრობის სხვა წევრები. სახელმწიფო გადატრიალების 4 მცდელობაც ამიტომ დააფინანსეს, რომ დემოკრატია უნდათ და სააკაშვილსაც ამიტომ ითხოვენ, თუ მარიონეტი ნაცმოძრაობა რუსეთთან მეორე ფრონტის გასახსნელად დაჭირდათ. ასე რომ არ იყოს 30 წელია ივანიშვილი იგივეს აკეთებს და არ დაუსანქცირებიათ. როდესაც ნაციონალური მოძრაობა იყო სათავეში, მათ შორის როდესაც შევარდნაძე იყო ხელისუფლების სათავეში, ნებისმიერი ხელისუფლების დროს ეს ადამიანი ეხმარებოდა ქართულ საქმეს, განურჩევლად იმისა, ვინ იყო ხელისუფლებაში. როცა მიხვდა, რომ ნაციონალური მოძრაობა უკვე ხალხის წინააღმდეგ მუშაობდა, მან ეს დახმარება შეწყვიტა. გადადო ყველაფერი და დემოკრატიისა და სუვერენიტეტის დასაცავად პოლიტიკაში ჩაება. აუტკივარი თავი აიტკივა და ნაცმოძრაობას ქვეყნის სადავეები ჩამოართვა. თორემ ფული და გავლენა ისედაც ჰქონდა. ეს კაცი აი ამ ხელა მასშტაბის კაპიტალის შემქმნელი თავზე ხელაღებულ რისკზე წავიდა. აი ეს ხო თავის ოჯახია. თვალსაჩ ოჯახია, ხო თუ ძალა მიეცემოდათ, თელ მოდგმას უნტრობდნენ.
ეს გამახსენა მიხა ხელაშვილის ლექსია, რომ არც მტერი შემხვდა მტრისფერი, ვარ უბედურის დღისაო. საქართველოს გაუმარ! ჯო! საქართველოს გაუმარ! ჩვენს ერთობას გაუმარ! ჯო! ჩვენს ერთობას გაუმარ! ჯო! ასუხად ქართულ ბანკი, ასევე სამშენებლო კომპანიები დაუყადაღეს, რომლებიც ივანიშვილის დაფინანსებით ოპერასა და არაერთ თეატრს არემონტებდნენ. აშენებდნენ ეკლესია-მონასტრებს, კლინიკებს, სკოლებსა და სტადიონებს. წესით ეს მთავრობას უნდა ეკეთებინა, თუმცა შვეიცარიულ კლინიკებში გახტომისა და მასაჟის პროცედურებით იყო დაკავებული. ქართული ჯგუფის დაყადაღებით და ქონების გაყიდვით სააკაშვილმა მთელ საერთაშორისო საზოგადოებას დაანახა, როგორ ებრძვის პოლიტიკურ ოპონენტს. ამ ბანკის ჩამორთმევა ვერაფერს ავნებს ჩემს კაპიტალს. ეს ის პროექტია, რომელიც მე ჩემი სამშობლოსა და ხალხის ხელშეწყობისათვის განვახორციელე. ეს ბანკი მე ჩემი მოგებისათვის არ გამიხსნია. იმავე მიზეზით შეფერხდა ოპერის თეატრის რესტავრაცია, რაშიც ფონდ ქართუს 40 მილიონი დოლარი ჰქონდა გადახდილი. ამის შესახებ ნეტგაზეთს თეატრის ტექნიკურმა დირექტორმა ზურაბ ლომიძემ განცხადა. ლომიძის თქმით, თეატრის რეაბილიტაციის პროცესის შეფერხება ივანიშვილის კომპანიების ბურჯისა და ელიტა ბურჯის ქონების დაყადაღებას უკავშირდება. სამაგიეროდ შეუფერხებლად გადადიოდა სახელმწიფო ქონება სააკაშვილის დედის საფულეში და ჯამში 150 მილიონ დოლარს მიუკაკუნა. დემოკრატია რომ სურდეს, მიტაცებულის ნაწილს მაინც დააბრუნებდა და საქართველოს კიდევ ერთ საკათედრო ტაძარს აუშენებდა. თუმცა მაშინ ფუფუნება მოაკლდებოდა. შანელი, გუჩი, ბალენსიაგა. ყველა ლუქს ბრენდის სამოსი, ბრილიანტის, მარგალიტის სამკაულები, კარტიე, ბულგარი. თქვენ გააგრძელეთ. 9 მილიონამდე ლარის ათობით ლუკი. ყველაზე მდიდარი ქალის, სააკაშვილის დედის გარდერობში. კოსმოსური ნახტომი თესეო ლაბორატორიიდან უნივერსიტეტების, სკოლა-ბაღებისა და სხვა კომპანიების მფლობელობასა და მულტიმილიონერობამდე. ყუილი, კიდე მორიგით ყუილი, მორიგით ყუილი, რომელი მილიონები ვიშოვე საინტერესოა, საიდან ვიშოვე, საიდან უნდა მეშოვა? საიდან უნდა მეშოვა? კაბატონ გიული, დღეს თქვენ მილიონერი ხართ თუ არ ხართ? რას ნიშნავს მილიონერი ვარ? მე უკაცრავად. საერთოდ ვერ გავიგე რა შეიძლება. ასობით მილიონი აქვს მოხვეტილი ნაცბიზნესსაც, მაგალითად ხაზარაძეს, თუმცა სხვებს კიდევ უფრო მეტი, მაგრამ ქვეყნისთვის არც ერთს არაფერი გაუკეთებია. ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ ქველმოქმედების კულტურა და სანამ პირში სული მიდგას, ამით დავკავდები. საქველმოქმედო ფონდი ბაიდენმა 2017-ში შექმნა, თუმცა 2 წელიწადში დახურა. გამჟღავნდა, რომ ხალხის მიერ შეწირულ ფულს ჯიბეში იდებდა. Joe Biden has a charitable foundation. It's called the Biden Cancer Initiative. ჯო ბაიდენის ფონდს კიბოსთან ბრძოლის ინიციატივა ჰქვია. თუმცა კიბოსთან ბრძოლაზე მას ცენტიც არ დაუხარჯავს. 2017-2018 წლებში ფონდმა 5 მილიონი დოლარის შემოწირულობა მიიღო, საიდანაც 3 მილიონი ბაიდენმა თავის მეგობრებს ხელფასად დაურიგა. Presidential hopeful Joe Biden and his wife Jill. ჯო ბაიდენმა და მისმა ცოლმა ჯილმა საქველმოქმედო ფონდი 2 წლის თავზე დახურეს. განაცხადეს, რომ ეს საქმიანობა საპრეზიდენტო კამპანიასთან შეუთავსებელია. საწავიდა ფონდში დარჩენილი 2 მილიონი დოლარი ბაიდენს დარჩა და აი ამ კაცმა დაასანქცირა ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც ქვეყნის აღმშენებლობაზე 3 მილიარდი დოლარი უკვე დახარჯა, ხოლო დარჩენილი ქონება ხელმოქმედებისთვის ფონდ ქართუს გადასცა. ათასეული წლები წალეკავენ ირგვლივ ყოველივეს, მხოლოდ სვეტი ცხოველი დარჩება, როგორც ღმერთთან და სიკვდილთან მებრძოლი იაკობი. კონსტანტინე გამსახურდიას გენიალური რომანი, რატომ კარგი აგიგიაო და ხელი რომ მოკვეთეს დიდოსთაც, ხო? სიკეთე მუდამ თავგანწირულია, სიკეთე მუდამ დევნილია. ეს რაღაც პოლიტიკური კატაკლიზმების სხვადასხვა შეფასებები, ეს ჩაივლის და ეს აშენებული ტაძრები, ეს ჩაწერილი და გადარჩენილი სიმღერები, საგალობლები, სპექტაკლები, ფილმები, სპორტული ცენტრები, ჩვენი სპორტული მიღწევები, ჩვენი მეცნიერება, ჩვენი ფილოსოფია ეს დარჩება და ყველგან იტყვიან, რომ ერთმა ადამიანმა თავის გუნდთან, თავის თანამებრძოლებთან ერთად ეს ყველაზე დიდი გაჭირვების და არეულობის დროს შემოუნახა და საძირკველი შეუქმნა მომავლის საქართველოს.
$40 მილიონ მეტი შესწირა ივანიშვილმა სამების ტაძრის მშენებლობას და წესით რომელიმე სხვა მილიონერსაც უნდა გამოეჩინა სურვილი შემდგომ სამუშაოებში შეხიდებოდა ეკლესიას. თუმცა სხვებს არ სცალიათ. ხელისუფლებაში მოსასვლელად იბრძვიან. რა თქმა უნდა, ტაძარი გაიხსნა 2004-ში, მაგრამ უამრავი კარიბჭე არის მთლიანად ტაძარი მოსახატი და ქართულ ბანკის თანადგომით საკურთხეველი სრულად მოიხატა. შემდგომ ეტაპზე უკვე გუმბათში მოხდეს ხატწერების შესვლა და მოხატვა და მე მთლიანად ტაძარი ღვთისმშეწევნით მოიხატება. არავინ არ იცის, რომ ზედაზნის ეკლესიის მონასტრის, ესე იგი, რესტავრაციაზეა დახარჯული ქართულ ფონდიდან თანხები, რომ ბეთანიის მონასტერზეა, ფოკა, ატენი, სამთავისი, ყინწვისი. მითხრეს, რომ ზოგიერთი ისეთი არისო, რომ შეიძლება არც ღირდესო დასახელება, იმიტომ რომ ისეთ ადგილზე არისო, რომ საერთოდ ესე იგი დიდ ყურადღებას არ იქცევს. და მე ვფიქრობ, რომ სწორედ ეს არის მაჩვენებელი გულწრფელი დამოკიდებულებისა და მთავარი ალბათ ეკლესიისთვის ეს არის გულწრფელი დამოკიდებულება. 800-ზე მეტი ეკლესია მონასტრის აღდგენა მშენებლობაში მიუძღვის ღვაწლი ივანიშვილს. განუზომელი ამაგი ქვეყანაზე, რომელიც მასზე თავდასხმის ყველაზე რთულ მომენტებშიც კი არ შეჩერებულა და კვლავაც გრძელდება. როდესაც შენ აკეთებ საქვეყნო საქმეს და ეროვნულ საქმეს, მაშინ კიდევ უფრო მეტად არძინავს ეშმაკს და მე მინდა მიულოცო ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ერს, რომ ესეთი ადამიანი ჩვენ გამოგვიგზავნა ღმერთმა. ადამიანი, რომელმაც ყველაფერს მიხედა, რომელმაც იტვირთა ჩვენი ერის სიმძიმე. რაც არ უნდა ტალახი ესროლონ, რაც არ უნდა ზუგში ხანჯალი ჩასცენ, ამ ადამიანს უჭირავს თავისი ჯვარი და მიდის ქრისტესკენ, მიდის ღმერთისკენ, აი ამ სიკეთის თესვით. ასე ჟღერს საქართველოში სიონის ტაძარში საგალობელი არამეულად. პალესტინელ ქრისტიანთა ამენაზე ქადაგებდა იესო ქრისტე. ეს კი არამეული ამბანით მე-5 საუკუნეში შესრულებული ფსალმუნებია, რომლებზეც იოანეს ზოსიმეს მე-10 საუკუნის ტექსტებია ზემოდან გადაწერილი. კრისტის აუქციონზე მას კოდექს სინიატიკუს რესკრიპტუსი უწოდეს. This is the Codex Sinaiticus Rescriptus. რაც სინას წიგნზე გადაწერილს ნიშნავს. თავად სინას წიგნად კი მსოფლიოში უძველესი მე-4 საუკუნის ბიბლია იწოდება. მართლმადიდებლურის სამყაროს დიდი განძი, რომელიც ეგვიპტეში სინას მთის მონასტერში აღმოაჩინეს და მისი ნაწილები ბრიტანეთში, გერმანიასა და რუსეთში ინახება. კრისტის აუქციონის შეფასებით კი იოანეს ზოსიმეს 70 გვერდიან წიგნში ამ ბიბლიის ფურცლებიც უნდა იყოს ჩართული. და შესაბამისად ეს ორი უდიდესი რელიკვია, იოანეს ზოსიმეს ხელნაწერები და მსოფლიოში ყველაზე ძველი სახარების ფრაგმენტები უკიდა საქართველოს ბიძინა ივანიშვილმა. Hammers coming down at £1 million, fair warning. Sold £1 million, puddle 814. მე არ მეყოფოდა სულიერი ძალა, რომ ამდენი სიკეთე მეკეთები და მე სანაცვლოდ ამდენი უმადურობა, ამდენი ლანძღვა მიმეღო, გინ შინაურისგან და გინ გარეულისგან და მე მაინც გამიგრძებ, მე ვერ შევძლები ამის გაგრძელებას. ეს უნდა პირველი ვარჯიში ჩვენს განახლებულ თეატრში. იცით, ძალიან აჟიტირებულები ვართ, იმიტომ რომ ნანახმა აბსოლუტურად ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა არაჩვეულებრივი დარბაზები, საგრიმიეროები, ინვენტარი, იატაკი, რომელიც არის ნამდვილად საუკეთესო. 5 წელიწადი და $40 მილიონი დასჭირდა ფონდ ქართუს, რომ ნაცმოძრაობის მხრიდან პოლიტიკური ანგარიშსწორების მიუხედავად დროულად გაეღო ოპერისა და ბალეტის თეატრის კარი მისი დასისთვის. ბევრი გვაქვს საჩვენებელი, ბევრი გვაქვს სალაპარაკო და ძალიან ბედნიერი ვარ და მოხარული ვარ და ჩვენ ყველანი დავბრუნდით ჩვენ სახლში. ჩვენ ვიყავით კანცელარიაში მარტო ერთ ოთახში, სადაც იყო მართლა გაუსაძლისი პირობები და ამისთვის დავით ძალიან გახარებულები ვარ და ძალიან მოგწევს ყველაფერი. 1973 წელს ოპერის თეატრში, როგორც ამბობენ, თავად დასმა გააჩინა ხანძარი იმედით, რომ მთავრობა ბოლოს და ბოლოს გაარემონტებდა. ასეთი მსხვილი სახსრები არც კომუნისტების დროს იყო ხელმისაწვდომი. მთავრობა რემონტს არ აკეთებდა რამდენიმე ხვეწებით წლების განმავლობაში და იქნება რომ ცოტა
შეიბოლოს ესე კი არაფერებდნენ დაწვას, რაღაც შეიბოლოს ცოტა რა. მე გააკეთო რემონტი. ფაქტობრივად შეუზღუდავი დაფინანსების მიუხედავად, შენობის რესტავრაცია არც 50 წლის შემდეგ აღმოჩნდა მარტივი საქმე. ჩვენი გამოცდილების, რაც ჩვენ გაგვაჩნდა წინა ობიექტებთან მიმართებაში, თუნდაც თეატრალურ ობიექტებთან, ისეთი როგორცაა რუსთაველის თეატრი, მარჯანიშვილის თეატრი, გრიბოედოვი, თუმანიშვილი და ასე შემდეგ, რაც ჩვენი ფონდის მიერ არის გაკეთებული. ოპერა იყო გამოწვევა ჩვენთვის, თავის მასშტაბით, გრანდიოზულობით, მოცულობით და ეს არა მხოლოდ იმ $40 მილიონ გამოიხატება, რაც დაიხარჯა ნიშნულ რესტავრაციაზე, არამედ იმ სამუშაოების ხარისხსა და სირთულეში. აღდგა ხანძრის დროს დამწვარი სერგო ქობულაძის ფარდაც. 120 კვადრატული მეტრის ქსოვილზე მისი ესკიზის გადატანა სოფლიოში ცნობილ გერმანულ კომპანიაში უკეთეს და მდიდარი საბალეტო და საოპერო ცხოვრებაც აღდგა. ესპანეთის შემდეგ გაეტანო დონიცეტის ცნობილი ოპერის სიყვარულის ნექტარის ახალი ვერსია, რომელიც ტენერიფეს, თბილისისა და ბოლონიის საოპერო თეატრების ერთობლივი პროდუქცია საქართველოში იდგმება. ამ დადგმისთვის მონაწილეები 32 ქვეყნიდან ჩამოიყვანეს. ქართულ ფონდის ძალისხმევით განახლდა ოპერასთან არსებული 100-წლოვანი საბალეტო სკოლაც, სადაც ახალი ვარსკვლავების გამოჭედვა გაგრძელდა. ქართულ ფონდის ფინანსურმა დახმარებამ $2 მილიონ გადააჭარბა. 4 ოქროს медали, ვერცხლის მედლები, 3 ავიღეთ ბრინჯაოს медали, გრან-პრი რასაკვირველია, როგორც კლასიკურ, ასევე თანამედროვე ცეკვებში. ესე რომ იმდენად კმაყოფილები ვართ, რომ აი კიდე მივიღეთ თავარი. ხო, კიდე მივიღეთ, რაც თავარია, რომ აი იმიტომ რომ როდესაც ბევრი ბავშვი არის წარდგენილი, სკოლამაც მიიღო როგორც წარდგენილი საუკეთესო სკოლა. არანაკლები იყო წარმატება რიგისა თუ ტოკიოს ფესტივალებზე და შედეგად ქართულ საბალეტო სკოლაში მოსამზადებლად მოცეკვავეები იაპონიიდანაც ჩამოვიდნენ. ეს არის აი ბოლო იტალიის და აი რიგიდან ჩამოსული მედლები, ასევე ჩვენ გვყავს ჩვენი სტაჟიორები, იაპონელები, რომლებიც არიან გამარჯვებულები ამ კონკურსში. თანამედროვე დარბაზებს გარდა დიდ წარმატებას ცხადია მენტორების სჭირდება და დიდი სახელები, რომლებიც ახალ თაობას სტიმულს მისცემენ. მძიმე 90-იანებში კორიფეების მთელი პლეადა კულტურის ყველა სფეროში ივანიშვილმა გადაარჩინა და პროფესიაში დარჩენის საშუალება მისცა. აბსოლუტურად ულუკმაპუროდ ხარდაჭერის გარეშე უფუნქციოდ დარჩნენ და ძალიან დიდი საფრთხე დაემუქრა მთელი იმ დარგებს, რომლებიც მანამდე წარმატებით ფუნქციონირებდა. დაწყებული თეატრებიდან, მსახიობებიდან, ანსამბლებიდან, დამთავრებული მუზეუმებით, სახლ-მუზეუმებით, არა მარტო თბილისში, არამედ საქართველოს ყველა ქალაქში. გამორჩეული არტისტების ფინანსურ დახმარებას ფონდი ქართულ დღემდე განაგრძობს და ამ საქმისთვის $32 მილიონი აქვს გაღებული. დამატებით $12 მილიონი ფონდმა ანსამბლების ხელშეწყობას მოახმარა. მე მუსიკოსი ვარ და ყველაზე მადლობელი მუსიკისთვის ვარ, მაგრამ ხელოვნების ყველა დარგს, მეცნიერების სხვადასხვა დარგებისთვის, სპორტისთვის ერთ კაცს გაეწიოს სახელმწიფოებრივი მასშტაბის თანადგომა, ესეთი რაღაცა ისტორიას არ ახსოვს და განსაცვიფრებელია უბრალოდ. 1898 წელს მაშინდელ გოლოვინის გამზირზე არტისტული საზოგადოების სახლს ჩაეყარა საძირკველი. შენობა 1901 წელს გაიხსნა და მალევე იქ პირველი სპექტაკლი ხანუმა დაიდგა. თეატრში, რომელიც 1921 წლიდან რუსთაველის სახელს ატარებს. თეატრი ერთი ადგილია, სადაც ჩვენი ენა საჯაროდ ისმის და საჯაროდ მოქმედებს, წერდა ილია ჭავჭავაძე, რომელსაც ქართული თეატრის გადარჩენაში დიდი წვლილი მიუძღვის. ალბათ ისევე, როგორც ივანიშვილს. მან ათობით თეატრი აღადგინა, შენობაც და დასიც ფეხზე დააყენა, რასაც უდიდესი ინვესტიცია დასჭირდა. მხოლოდ რუსთაველის თეატრს $12 მილიონ მეტი. და სტურუას პოლიტიკური თეატრიც, როგორც მას 70-იან წლებში უწოდეს, ისევ გაგრძელდა, მათ შორის შექსპირის სახელგანთქმული ინტერპრეტაციებით. ამ პიესაში არის მორალი, რომ ვინც ჩაიდიდა ბოროტება, ის უსადად დაისჯება. მე მეჩვენება, რომ არ დაისჯება. ბოროტება ხშირად თანაგზობს გენიალურად ცხოვრებას. ენა მუყივლა, რეჟისორი, რომელიც კომუნისტური ცენზურის პიკში 70-იანებში რუსთაველის თეატრში ყვარყვარეს დგამდა, დემოკრატიის შუქურამ სააკაშვილმა პირადი შურისძიების გამო თეატრიდან გააგდა.
გეუბნება პრეზიდენტად ადამიანი, რომელიც მალავს ამას, რომ ის ნახევრად სომეხია. და ეს რასაკვირველია უშლის იყოს თავისუფალი. მე ეს დაკომპლექსება თვითონ მასში ზის ეს კომპლექსი უსათხოვრო. სიმართლისთვის ბოდიში არ მოიხადა და თეატრის ლეგენდა თეატრიდან გაუშვეს. ხსნელად ისევ ივანიშვილი გამოჩნდა, რადგან ყოველთვის იქ დგება, სადაც ქვეყანა სჭირდება. სომხობის კომპლექსი, რომელიც სააკაშვილს წამოაძახა, ცხადია კავშირში არ იყო იმასთან, რომ უდიდესი ისტორიის სომხურ თეატრს იმ პერიოდში მომთაბარე ცხოვრება უწევდა. შენობა ნგრევის პირას იყო, მთავრობა კი არც იმჩნევდა, ზუსტად ისევე, როგორც მთლიანად ქართული თეატრის პრობლემებს. კულტურა დაიწყო თბილისიდან. სომხეთის თეატრი, სახელმწიფო პროფესიონალური თეატრი დაარსდა აქ, თბილისში. გეორგ ჩიმოშკიანი, გაბრიელ სუნდუკიანი, ყველანი იყვნენ აქ და აქედან წასულებმა ჩიმოშკიანმა უკვე დაარსა სომხეთში პროფესიონალური თეატრი. ასე გამოიყურებოდა ორი ქვეყნის თითქმის 100-ლოვანი თეატრი. ჩამოხეული ფარდები, დამტრეული პროექტორები, ჩამონგრეული ჭერი და იატაკი, გახიზნული დასი, რომელსაც სამოწყალოდ სხვადასხვა თეატრები უთმობდნენ სცენას. როდესაც დასჭირდა ამ თეატრის რეაბილიტაცია, ბუნებრივია, აქაც საჭირო გახდა დამატებითი ფინანსური რესურსების მოძიება და აქაც გამოჩნდა ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც და მისმა ფონდმა ქართულ სრულად ითავა ამ თეატრის რეაბილიტაცია. როგორც მახსოვს, პროცესში გამოიკვეთა აუცილებლობა, რომ ეს შენობა აღარ ექვემდებარებოდა აღდგენას და სრულად დაინგრა და მოხდა თვისობრივად ახალი შენობის, ახალი ინფრასტრუქტურის გაჩენა. აღმოჩნდა იმდენად დაზიანებული იყო მის გაგეთებას ბევრად უფრო რთული და ძნელი იქნა, ვინმე დაგვენგრია და ახალი აგოშენებინა იგივე ადგილს. დამუშავების ქართულ ფონდს უჯდება დაახლოებით 18 მილიონი ლარი. თეატრი სრულად იქნება აღჭურვილი ყველა საჭირო აპარატურით და ინფრასტრუქტურით და შეძლებს 600-მდე მაყურებლის დატევას. იქნება 2 დარბაზი. 2000 წლიდან მოყოლებული 16 მილიონ დოლარზე მეტი დახმარება აღმოუჩინა ფონდმა ქართულ რუსულ თეატრსაც. როგორც შენობის რეაბილიტაციის სახით, ასევე საოპერაციო ხარჯების დაფინანსებით. გრიბოედოვის თეატრმა არაერთხელ დაუთმო სცენა სომხურ თეატრსაც და სხვა უამრავ შემოქმედებით ჯგუფს, მათ შორის საერთაშორისო ფესტივალების ფარგლებში სოფლიოში ცნობილ არტისტებს. ის არის რა თქმა უნდა ქართული თეატრი. მე არც კი ვიცი სხვა თეატრი მსოფლიოში ამას ვიძახი გულწრფელად, რომელსაც შეუძლია ესე ტრაბახი იმ გვარებით და სახელებით, რომელიც მან მისცა რეჟისურას პირველ რიგში, იმიტომ რომ ამ თეატრში მუშაობდა ვსევლოდ მეერხოლდი, რომლის გარეშედაც სრულიად წარმოუდგენელია თანამედროვე თეატრის ისტორია, რომ გაიაზრო. ეს არის ერთ-ერთი ალბათ ყველაზე დიდი ფიგურა მსოფლიო თეატრალურ ისტორიაში, ხო? ამ თეატრში მუშაობდა კოტე მარჯანიშვილი. გრიბოედოვის თეატრში დგამდა სპექტაკლებს მიხეილ თუმანიშვილიც. პირველად იგზენდება. რას ნიშნა გულისცემა? აბა მთელი ყურადღება გულისცემისკენ. 1978-ში თუმანიშვილმა თავისი თეატრი, თეატრალური სახელოსნო შექმნა. მოგვიანებით კინომსახიობთა თეატრი, რომელსაც ნაცმოძრაობის უკულტურო პოლიტიკის პირობებში სხვებივით ძალიან გაუჭირდა. საშუალოდ მასთანაც ბიძინა ივანიშვილი მივიდა. თუმანიშვილის თეატრს ქართულ ფონდმა ამ წლებში 3 მილიონ დოლარამდე დახმარება აღმოუჩინა. თეატრმა საქართველოშიც დაიმკვიდრა სახელი და უცხოეთშიც. თეატრების მიმართ დაუნდობელი პოლიტიკა თოჯინების თეატრმაც იწვნია. 100-ლოვან თეატრს ნაცმოძრაობამ შენობა დაუნგრია და ქუჩაში დატოვა. თბილისის სახელმწიფო თოჯინების თეატრის შენობის გარეშე დარჩა თეატრმა. შენობა აღმაშენებლის გამზირის რეკონსტრუქციის გამო დროებით დატოვა, მაგრამ უკან ვეღარ დაბრუნდა. დღეს ბავშვებისათვის საყვარელ ამ დაწესებულების მხოლოდ ფასადი არსებობს. ფასადური დემოკრატია, ასე ერქვა მაშინ ამ პროცესს. აღმაშენებლის რეაბილიტაციის პროგრამით თეატრს ფასადი შეურემონტეს, შიგნით კი დასს ნანგრევები დაახვედრეს. ეს არის შენობა, რომელსაც ოდესღაც ფლობდა თოჯინების თეატრი და რა მდგომარეობა თქვენს ხედავთ. კონკრეტულად ეს შენობა აღმაშენებლის 3 ნომერს, სადაც განთავსებული იყო თოჯინების თეატრი რემონტამდე, გულისხმობ აღმაშენებლის სარემონტო სამუშაოებს, არის მერიის სარგებლობაში. ანუ კონკრეტულად ეხლა თეატრი არ არის ამ თუნდაც შავი კარკასის მფლობელი. გაფუჭებულ საქმეს ისევ ფონდმა ქართულ უშველა.
თოჯინების თეატრის აღდგენას $1,000,000 ლარზე მეტი დასჭირდა. მდინარეობს შენებლობა და რომ დამთავრდება, მერე უკვე სხვა სახის თეატრი გვექნება, თუმცა ამ ეტაპზე ჩვენ გავხსენით ექსპერიმენტული დარბაზი და მაყურებელს ველოდებით უკვე საკუთარ სახლში. გევიდრებ, გამეხმარება, გამიფარე წმინდა ვატყვა. წმინდა ანტუანის სასწაული. ახალ დარბაზში ახალგაზრდა ქართველი რეჟისორის თოჯინური დადგმა იქნება წარმოდგენილი. მანამდე თეატრს მცირე დარბაზი ჰქონდა, ახალი სივრცე კი მაყურებელს პირველად უმასპინძლებს. თუ აქამდე ვერ ვიღებდით მაყურებელს ისეთი სიხშირით, შეგვიძლია მივიღოთ მცირე დარბაზში და დიდ დარბაზში მაყურებელი. ფონდმა ქართულ $7,000,000-მდე დახმარება გაუწია მოზარდ მაყურებელთა თეატრს, რომელიც დღეს ასევე განახლებული ინტერიერითა და ტექნიკით განაგრძობს თავის 100-ლოვან პრაქტიკას, ახალ თაობათა ესთეტიკურ აღზრდას. ილიკო ილარიონი ნათამაშები მაქვს ადრეც სტას ბონდარენკოსთან ერთად რუსულად ვითამაშე, იმიტომ ვარ შავებში გადაწყვეტილი სულ ყველა, რომ ამას უძღვნით უკრაინელ ხალხს. მოზარდ მაყურებელთა საპრემიერო სპექტაკლში უკრაინის ომი სრულდება, თუმცა რეალობაში მსოფლიო ამას ჯერ ისე ველის. წლების განმავლობაში $7,000,000-ზე მეტის დახმარება მიიღო ფონდ ქართუდან მარჯანიშვილის თეატრმა, რითაც შენარჩუნდა და გაგრძელდა მისი მდიდარი ისტორია. ეს არის ვასო გოჯიაშვილის კოსტიუმი. ეს არის ქალბატონი გურანდას. ეს არის ქალბატონ მარინა თბილელისი და ესეც ქალბატონ ელენა ყიფშიძის. ეზოშიავი ძაღლი. $7,000,000-მდე დახმარება გაუწია ქართულ ფონდმა მუსკომედიის თეატრსაც, რომელიც დღეს უკვე ახალ შენობაშია და ახალი თეატრი ჰქვია. ჩემმა პედაგოგმაც მიშა თუმანიშვილმაც, როცა მივედი პირველ კურსზე, ეგ მითხრა, რომ მომიყევი როგორია შენი ოცნების თეატრი. და მე მოვყევი ის, რაც დღეს გვაქვს, ასე რომ ოცნებები ხდება. და დღესაც იგივე ხელმძღვანელი ჰყავს. დავით დოიაშვილი, სააკაშვილის პირადი რეჟისორი, რომელიც ნაცების მასობრივ პერფორმანსებს დგამდა და დღესაც როცა პარტიამ მოუხმო, საოცნებო თეატრი ნაცდემარშის სცენად აქცია. როგორც თუ კანონის სასამართლო მის ულტიმატუმზე მაღლა დააყენა და მისი თანაგუნდელი პატიმრობიდან არ გაუშვა. და საბჭოთა ქურდების სიმღერა, ციხეს რა დუნდა კარებიო ამღერა. ცხოვრებამ გარკვეული ტკივილები მომაყენა, იმ სისტემამ, რომელშიც ცხოვრობდი, ალბათ ბევრი ტკივილი მომაყენა და მე მგონია, რომ ხალხში დაგროვებული ძალიან ბევრი აგრესია სწორედ აქედან მოდის. ამბობს, რომ ტკივილი ნაცმოძრაობის დროს იგრძნო, თუმცა პროტესტი ვერ გაბედა. ახლა კი თავისუფლებააო და პროტესტი ქართული ოცნებისკენ მიმართა. თან ყურადღებაც მიიღო, რასაც სპექტაკლებით ვერ ახერხებდა. ახალი თეატრი გადის რეგიონებში. ყველგან. და ვის რად უნდა რეგიონში დოიაშვილის ქურდული სიმღერა, როცა თავისი დრამატული თეატრები აქვთ. ნაცმოძრაობის ნანგრევებზე თეატრები იქ ფონდმა ქართულ აღადგინა. აი ეს იყო ჩვენი საგრემიერო. 20 წელიწადია არ ფუნქციონირებს. ასე რომ აიგე ხედავთ, რა მდგომარეობა არის? ეს 2012 წელია. ზუგდიდის უძველესი თეატრი ნანგრევებად არის ქცეული. დასი რეპეტიციებს ერთადერთ ოთახში გადის, სადაც თავზე არ აწვიმთ და შეშის ბუხარიც აქვთ.
ასეთი იქნება ზუგდიდის თეატრი მშენებლობის შემდეგ და მასშტაბით ევროპის გამორჩეულ თეატრებს გაუტოლდება. სამუშაოები თანამედროვე სასცენო ტექნოლოგიებითა და მასალებით ხორციელდება. მოპირკეთება მარმარილოთი წარმოებს, რაც დასს იმედს აძლევს, რომ სცენაზე გრანდიოზულ წარმოდგენებს გამართავენ და კოლხეთის ანტიკურ ლეგენდებს გააცოცხლებენ. ოცნება უკვე აუხდათ ოზურგეთში, რაც ფონდ ქართუს ასევე 18 მილიონი დაუჯდა. ეს არის სიზმარი ყველაზე ლამაზი, რომლის ახდენაც არასოდეს არ მიფიქრია და რომ აგიხდება. ამიტომ საუბრობდა ვამბობ ყოველთვის მადლობა ფონდ ქართუს იმისათვის რომ ჩვენ და რა მარტო მე და ჩემს თეატრს გურიას და საერთოდ ქართულ თეატრს აი ეს ლამაზი სიზმარი აუხდინა 450 კაციანი მაყურებელთა დარბაზით. ქართული სტილის ორნამენტებით, მოჩუქურთმებული იარუსებით და აპოლონ ქუთათელაძის მიერ შესრულებული ჭერის მხატვრობით, სადაც გურიის ყოფითი ცხოვრების სცენებია ასახული. ეს არის რაღაც სევდის მომგვრელი, რომ აი ასეთ გამშვენიერებულ თეატრში მე დიდხანს ვერ ვიქნები და ამდენად ძალიან, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ახალგაზრდები ხო იქნებიან, ახალი თაობა ხო იქნება. ოზურგეთის თეატრის რეაბილიტაციამ გამოიწვია ახლომდებარე ინფრასტრუქტურის განახლებაც, ბიზნესის გააქტიურებაც, დაიწყო იქვე სხვადასხვა ობიექტების გახსნა, მათ შორის აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმაც მოახერხა და ოზურგეთის რეგიონული წარმომადგენლობა გავხსენით თეატრის გვერდზე და ასე ვთქვათ ძალიან მნიშვნელოვანი საქმე კეთდება ამ ცენტრშიც, უფასოდ ისწავლება ქართული გალობა, ქართული ხალხური სიმღერა და ძალიან ბევრი ახალგაზრდა სწავლობს ამ ცენტრში. თეატრალური აღმასვლა სენაკშიც, სადაც ქართუმ 1953 წელს აშენებული თეატრი აღადგინა, რომელიც ცალკე ნაცმოძრაობის პოლიტიკამ და ცალკე რუსეთის აგრესიამ 2008-ში გაანადგურა. აღდგენის შემდეგ სენაკში ზედიზედ არაერთი სპექტაკლი დაიდგა, რომელთა სანახავად მაყურებელი მთელი რეგიონიდან ჩადის სენაკში. Jean-Baptiste Poquelin Molière და თუ დასმა ამ დონის დადგმები განაგრძო, შესაძლოა უცხოელი მაყურებელიც მიეზიდო, რადგან სენაკის სცენაზე ერთდროულად ნახავთ დახვეწილ ქორეოგრაფიას, სამსახიობო შესრულებას, ნოვატორულ რეჟისურასა და ჰარმონიულ მუსიკალურ გაფორმებას. ცხადია, რომ არა ქართულ ფონდი მთელი ეს ნიჭი ნანგრევების ქვეშ დარჩებოდა, ისევე როგორც უნიჭობა. ორივეს მაყურებელი განსჯის, ხოლო ივანიშვილის დასანქცირებულ ქველმოქმედებას ხალხი და ისტორია. ისევე როგორც ბაიდენის ყალბი ქველმოქმედება და LGBT დოქტრინა შეაფასა ამერიკამ სათანადოდ და ომის პარტიის მარიონეტი ისტორიის სანაგვეზე გაისტუმრა. როდესაც ამ ხელას სიკეთეს აკეთებ, იქ აუცილებლად არის ბრძოლა. როდესაც ჯვარს აიღებ ხელში, იქ აუცილებლად ჩდება ვიღაცა, ვინც ჯვარზე გაგაკრავს, ვიღაცა, ვინც ამბორით გაგცემს. ეს არის ქრისტიანის გზა. მე მჯერა, რომ ეს განსაცდელები გაივლის, ის გარეული ბრძოლაც, ეს შინაური ბრძოლაც. ის ფაქტი, რომ უპრეცედენტო ზეწოლას გაუძლო არა მარტო ქართულმა ოცნებამ, არამედ პირადად ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა ცხადყოფს იმას, რომ დღეს ქვეყანაში არის და ქვეყნის საჭეს მართავს ადამიანი, რომელსაც საკუთარი ქვეყანა უზომოდ უყვარს და არ არსებობს ფასი, მათ შორის არც პოლიტიკური ფასი იმისა, რომ ქვეყნის ინტერესები რაიმე სხვა, ასე ვთქვათ, ღირებულებებზე გაიცვალოს. უდიდეს და ყოველმხრივ ქველმოქმედებასთან ერთად მან შეძლო ქვეყანას აარიდა სახელმწიფო გადატრიალების 4 მცდელობა. რუსეთთან კიდევ ერთი ომი, რამაც ევროპის უდიდესი სახელმწიფო უკრაინა მიწასთან გაასწორა. წინააღმდგა უდიდეს ძალას, Deep States. არ დაუშვა მისი LGBT დოქტრინის გავრცელება. დღის შუქზე გამოიყვანა Deep State-ის მეხუთე კოლონა, ნაცოპოზიცია, ნაც NGO-ები,
ნაცმედია და ბრძოლის ასპარეზი დონალდ ტრამპს გადაულოცა. ახლა მისი ჯერია, შეასრულოს დანაპირები, ჩამოშალოს Deep State და მისცეს ივანიშვილსაც ქვეყნის შემდგომი აღშენებისთვის მოღვაწეობის საშუალება.